что зустріч пройшла. ვიტყოდი, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. თუ დიდი მოლოდინები გქონდათ, ბევრ ამას აღმოაჩენდით, რაც იდეალურ სამყაროში გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგალითად, ლიდერებთან შეხვედრა იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რამდენიც გვინდოდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებდა. თუმცა ჩვენ გარკვეულ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ შეხვედრის ამოცანა ის იყო, რომ ტრამპს უკრაინაზე რუსული მოთხოვნებით ზეწოლა არ დაეწყო. ჩვენ ამას 100%-ით მივახციეთ. შევძელით აგვეხსნა, რომ ტერიტორიების საკითხი მხოლოდ მიწებს არ ეხება, ეს ადამიანებს ეხება. გაცვლა შეუძლებელია. უკრაინისთვის პუტინთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ტრამპს აჩვენოს ნამდვილად მზადაა თუ არა რუსეთი ომის დასასრულებლად. აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ მისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა. არ მგონია უკრაინაში ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ პუტინთან შეხვედრა მოულოდნელად მშვიდობას მოიტანს. ზელენსკისთან შეხვედრის დროს პუტინი მოულოდნელად არ იტყვის. დიახ, შევცდი, ვაღიარებ, ჯარებს გავიყვან, ტერიტორიებს ვაბრუნებ.